გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამომწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, ასე ვთქვი. თუმცა ჩვენ მოახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება. 2025 წლის ბოლო მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ასე შეაფასა განვლილი წელი. წელი, რომლის არც ერთ დღეს საქართველოში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღესასწრით მეტწილად ქუჩაში მიმდინარე უწყვეტმა აქციებმა განსაზღვრა, რამაც ქართულ ოცნებას არაერთი შეზღუდვის დაწესებისკენ უბიძგა. კანონმდებლობით მიღებულია. გასული წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობის გარეშე დაჩქარებული წესით დაამტკიცა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მმართველი პარტიის ინიციატივით 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. დემონსტრაციებზე აიკრძალა სახის დაფარვა, პიროტექნიკის, ლაზერების და სხვა ტიპის მანათობელი საშუალებების გამოყენება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჯარიმის რაოდენობა გაათმარდა და 5000 ლარი გახდა, რომლის გადახდა ასობით მოქალაქის გარდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ და უწყვეტ აქციაზე მისულ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელინა ვალტონენსაც დაეკისრა. მოგვიანებით ხელისუფლებამ აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პირბადის სტარებისთვის დაჯარიმების ნაცვლად მოქალაქეთა 15 დღემდე დაპატიმრება დაიწყო. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ქართულმა ოცნებამ 1 წლამდე პატიმრობა განსაზღვრა. მოგვიანებით პასუხისმგებლობის ეს ფორმა არამხოლოდ საავტომობილო გზის მონაკვეთის გადაკეტვაზე, არამედ საფეხმავლო ბილიკის დაკავებაზეც გავრცელდა. შეკრება მანიფესტაციების ჩატარება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარინებისთვის მიღების გარეშე აიკრძალა. წლის დასაწყისში გასამართ ერთ-ერთ მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თბილისის სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი დედაქალაქში შესასვლელ-გასასვლელი გზების ჩათვლით სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაექვემდებარა. მათი ბლოკირება კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ქართულმა ოცნებამ კიდევ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უკავშირდებოდა. ადმინისტრაციულ კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც 4000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე პატიმრობით გახდა დასჯადი საჯარო მოხელის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობის გამო შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისთანავე სასამართლო დარბაზებში დაიწყო საქმეების განხილვა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს სოციალურ ქსელებში გამოყენებული პოსტის ან კომენტარის გამო პოლიტიკოსის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ადგილობრივი უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა დაიმსახურა მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა უცხოეთის რეგისტრაციის შესახებ აქტმა, რომელმაც ერთი წლით ადრე მასშტაბური პროტესტის ფონზე მიღებული ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი ჩაანაცვლა და რომელსაც ქართული ოცნება ამერიკული ეგრეთ წოდებული ფარას სიტყვით თარგმანს უწოდებს. მთავრობის ნებართვის გარეშე შეიზღუდა საერთაშორისო გრანტების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე შეეზღუდათ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ემიგრაციაში მყოფ მილიონზე მეტ თანამემამულეს ახალი საარჩევნო კოდექსით უარი ეთქვა 4 წელიწადში ერთხელ საარჩევნო უბნების გახსნაზე. განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ეს წელი სასამართლოსთვის. განაჩენები გამოცხადდა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციებისას სხვადასხვა მუხლით დაკავებულთა საქმეებზე. ბრალის გადაკვალიფიცირების მიუხედავად ისინი ახალ წელს მაინც პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდებიან. ისევე როგორც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელმაც 2025 წელს თავის ბელარუს კოლეგასთან ერთად ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია მიიღო. ამ პროცესებმა და მათმა გაშუქებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ყველაფერს კი მოგვიანებით ქართული ოცნების მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვის გარეშე კამერებისთვის არამხოლოდ სასამართლოს, არამედ მისი ეზოსკარიც დაიხურა. კარი, რომელიც მედიას თავად ქართულმა ოცნებამ 2013 წელს საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით გაუხსნა. ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვის არგუმენტი იყო ის, რომ პროცესებზე ხშირად ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია. მაშინ იურისტებმა მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების ანალოგიურ გადაწყვეტილებასთან გააიგივეს. 2025 წელს ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ველზეც. ისინი, ვინც ერთი წლით ადრე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული, რამდენიმე თვით გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ამასთან საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ თაროზედებს საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 6 ნოემბერს აღძრული საქმეები, სადაც მათ ედავებიან საბოტაჟის მოწყობას, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას.
საგამოძიებო უწყების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და ოპოზიციური პარტიების ნაწილის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროკურატურის მიერ წარმოებულ ამ საქმეში არ მოხვდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თანაგუნდელების ორივეჯერ დაბარებას თანხმობით უპასუხა, თუმცა დაუსჯელი მაინც არ დარჩა ექს-პრემიერი გიორგი გახარია. გერმანიაში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2019 წლის 20 ივნისის და ეგრეთ წოდებული ჩორჩანას საგუშაგოს საქმეებზე, რომლებიც საპარლამენტო კომისიის კვლევის საგანიც იყო. ლიდერის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მიუხედავად გიორგი გახარიას პარტიამ ჯერ ლელოს კოალიციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ქუჩის პროტესტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არჩია. შემდეგ კი ერთწლიანი პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა და 12 მანდატით საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგა იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციას ჯერაც არ აღიარებს. ექს-პრემიერის გუნდის განცხადებით გადაწყვეტილება მიიღეს იმის გათვალისწინებით, რომ ვეღარ ხედავდნენ ქართული ოცნების პოლიტიკასთან ქუჩის პროტესტის მეშვეობით ბრძოლის პერსპექტივას. ამ ნაბიჯით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის თავზე გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებული პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური ფლანგი კვლავ ორ სხვადასხვა ფრონტად გაიყო. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ქართული ოცნება ჯერ ეუთო ოდირის შეწუხებას არ აპირებდა, მოგვიანებით კი მაინც მოიწვია, თუმცა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაგვიანებული მოწვევისა და შეზღუდული ვადების გამო სადამკვირვებლო მისიას ვეღარ გამოგზავნიდა, რასაც ქართულ ოცნებაში უსაფუძვლო მიზეზი უწოდეს. მათ კი, ვისაც ქუჩის პროტესტი პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ სწორგზად მიაჩნდა, 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო კრების ჩასატარებლად შეიკრიბა. ვიდრე ქართული ოცნება პარტიის ცენტრალურ ოფისში არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა, კახაკალაძეს კი თბილისის მერად მესამე ვადით არჩევას ულოცავდნენ, საერთო სახალხო კრების ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ, რაც ათონელის ქუჩაზე დემონსტრანტები მივიდნენ, ადგილზე ვითარება მალევე დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დააზიანა და ეზოში შეიჭრა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლით, რამდენი გაზი და ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი გამოიყენა. თბილისის ქუჩებში კვლავ გაისმა პროტესტთან დაკავშირებული ცნობილი ხმოვანი შეტყობინება. 4 ოქტომბრის მოვლენებს შედეგად მხოლოდ აქციებისას დაკავებულთა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. იმავე საღამოს დააკავეს საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის 5-ვე წევრი. 25 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაასახელა, რომელიც უწყების ვერსიით ქუჩაში მიმდინარე პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ახლა ვეღარ ხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართულ ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. მესამე დაბრუნების პერსპექტივით პოლიტიკიდან მეორედ წავიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში პროკურატურამ კორუფციულ დანაშაულში დასდო ბრალი. ამავე ბრალდებით 2025 წლის 18 ოქტომბერს უწყება მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლები გაჩრდილა. თუმცა საგამოძიებო უწყების რუსეთში მყოფი ყოფილი ხელმძღვანელის შემთხვევაში 2025 წლის 29 დეკემბერს შინაგანსკმა და სამინისტრომ სამართალწარმოება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2025 წლის პირველ ნახევარში დაწყებული საკადრო ცვლილებები რიგ შემთხვევებში ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მომასწავლებელი იყო. ყოფილი თანაგუნდელების სახლების შხრყა და მათ მიმართ დაწყებული სამართალწარმოება ხელისუფლებამ კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლად შეაფასა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ ლეგალიზების საქმეზე ბრალდებულთა სიაში მოხვდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშე ბურჯულაძე და მისი გარემოცვა, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც წლის ბოლოს პატიმრობიდან 9 მილიონიანი გირაოს საანცვლოდ გაათავისუფლეს. თანამდებობაზე აღარ არიან ის პირებიც, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი წლის დასაწყისში ღირსების ორდენები გადასცა. შინაგანსკთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძემ ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელმაც გაადგომის შესახებ საჯარო მიმართვა გაავრცელა და ქვეყნისთვის გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ბრძოლისთვის მონაწილეობაში ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად კი ზვიად ხარაზიშვილის ნაცვლად რომან ქარცევაძე დაინიშნა. წლის ბოლოს BBC-ს მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გაჩნდა არაერთი კითხვა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სავარაუდოდ ქიმიური საშუალების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც ქართულმა ოცნებამ ცილის წამება უწოდა. სუსმა კი 4 დღიანი გამოძიებით აკრძალული ნივთიერებების გამოყენება გამორიცხა.
ოპონენტებისთვის დღის წესრიგში კვლავ რჩება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნა, რისთვისაც მათ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს-ა და ევროსაბჭოს შესაბამის ინსტიტუტებს მიმართეს. ერთ წელიწადში ორჯერ შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. უწყება ჯერ ანრი ლოხანაშვილმა ჩაიბარა, 4 თვეში კი ქართულმა ოცნებამ მის ადგილმონაცვლედ მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად დარჩენის დაპირებით, სიახლისა და არაერთი დიდი გამარჯვების იმედით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის მე-7 წელს Facebook პოსტით გადადგა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც გადადგომიდან 4 თვეში შინაგანსა და სამინისტროს ვერსიით საგარეჯოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იმდროინდელი დირექტორის ალექსი ახვლედიანის სახლში სტუმრად ყოფნისას მას პინძლის იარაღით თვითმკვლელობას სცადა. ყოფილი მაღალჩინოსანი სამკურნალოდ ჯერ თბილისში, შემდეგ თურქეთში, ახლა კი გერმანიაში გადაიყვანეს. საქმის დეტალები ბუნდოვანია, ისევ როგორც იმ წერილის შინაარსი, რომელიც გამოძიების ვერსიით სამედიცინო პერსონალმა თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვა და სადაც სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. ამ ფორმით საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა. 2025 წლის 29 იანვარს ხელახალი არჩევნებისა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ. ხელისუფლების ოპონენტებმა ქართული ოცნების ეს ნაბიჯი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პირველ გზავნილად აღიქვეს, რასაც მომდევნო თვეებში მოჰყვა საქართველოს გამოთიშვა ისეთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური პლატფორმებიდან, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეხვედრა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი. ორმხრივი დიალოგის მზაობის მიუხედავად ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის დიალოგის პერსპექტივა ჯერაც არ ჩანს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოლიტიკურ ლექსიკონში გასულ წელს ახალი ტერმინი გაჩნდა ევრობიუროკრატები, რომელსაც ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იყენებენ. ბრიუსელს კი შანტაჟსა და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობებში სდებენ ბრალს. ბრიუსელის გარდა ამავე ბრალდებების სამიზნედ იქცენ საქართველოში აკრედიტებული ევროპელი დიპლომატები, რომელთაგან გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ რიტორიკის ფონზე მმართველ პარტიაში კვლავ მიაჩნიათ, რომ პრობლემა ევროკავშირის პოლიტიკაშია, რომელიც მათი მტკიცებით ფუნდამენტურ ღირებულებებს ჩამოსცილდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოსადმი გასულ წელს მწვავედ კრიტიკული შეფასება საქებარ გზავნილებს ბევრად აღემატებოდა, როგორც ზეპირი, ისე დოკუმენტური ფორმით. ბრიუსელმა უარყოფითად შეაფასა ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილება და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც საბოლოოდ ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიში აისახა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანდიდატის სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე დარჩა. ამ დოკუმენტიდან პოზიტიური გზავნილების მოძებნა თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც კი გაჭირდა, თუმცა ბრიუსელის მწვავე შეფასების ადრესატებმა ევროპის პოლიტიკური ქალაქის განცხადებებს მაინც უსამართლო, მიკერძოებული და სუბიექტური უწოდეს. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებიდან 8 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები ამ პრივილეგიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ბრიუსელიდან თბილისი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა კვლავ 2017 წლამდელ მოცემულობას დაუბრუნდეს, როდესაც შენგენის ზონაში 90 დღემდე ვადით შესასვლელად ათობით საბუთით ხელში ვიზის რიგში დგომა იყო საჭირო. ამ მხრივ საფრთხემ განსაკუთრებით იმატა 2025 წლის 30 დეკემბრიდან, როდესაც უვიზოთ მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი ამოქმედა. ევროპულ სახელმწიფოებთან გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და სამომავლოდ უკეთესი კავშირების აღდგენის იმედად მყოფმა ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი აღმოსავლეთისკენ გადახარა და აქცენტი გააკეთა რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. საზოგადოებრივი რეზონანსი მოყვა საქართველოში არაბულ კომპანია Eagle Hills-თან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ქვეყანაში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გულისხმობს. თბილისსა და გონიოში მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებით. პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეები კვლავ ითხოვენ საინვესტიციო ხელშეკრულების გასაჯაროებას. ხელისუფლების ოპონენტებს შორის არაერთი კითხვის ნიშანი გააჩნია როგორც ქვეყნის საგარეო კურსის, ისე რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთმა ბოლო საერთაშორისო ვიზიტმა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლის თავს უკავშირდებოდა და სადაც ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან მოხვდა. მაშინ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მოსკოვთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საკითხი უშლის ხელს. ურთიერთობების გაატვირთვა არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამოვიდა. ვაშინგტონთან ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად არც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პირველი წელი აღმოჩნდა საკამარისი. ქართული ოცნების გზავნილებსა და მზაობას ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ ვაშინგტონი ჯერჯერობით დუმილით პასუხობს.
შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოწვევებით სავსე 2025 წლის შემდეგ 2026 წელს ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ გლობალურად არსებული ვითარება მკვეთრად შეიცვლება და აღდგება გაწყვეტილი დიალოგი თბილისსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის. მინდა ყველას გესურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი, დარწმუნებულებას წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.